მიმდინარე წელს რთველი 2025 ახალი წესებით ჩატარდება, მთავრობა კი რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. რა იცვლება მიმდინარე წელს რთველი ჩატარების პროცესში და რატომ ვერ გამოდის მთავრობა სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკიდან? თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში მეღვინეობის დარგის მაგისტრი გიორგი სამანიშვილი გვერდდება. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში. მადლობა კიდევ ერთხელ. დავიწყოთ პრინციპში დასაწყისში ვახსენე უკვე მე რამდენი წელია გარკვეულწილად სუბსიდირების მანკიერ წრეს ქვეყანა თავს ვერ ახსევს. ამ მიმართულებით პირველ რიგში რატომ ვერ ხერხდება ამ პრაქტიკის დაძლევა ქვეყანაში და რამდენამდე შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული პროცესი? დასაწყისისთვის რატომ ვერ გამოდის? ალბათ სურვილი არ გვაქვს რომ გამოვიდეთ ამ სუბსიდირების პროცესიდან. მეორე, რამდენი გაგრძელდება მანამდე სანამ იქნება სურვილი რომ გაგრძელდეს. თუმცა ეს ცალსახად მანკიერი პროცესი უკვე შეფასება გამოდის, სუბსიდირება კი ძალიან ძვირი ჯდება. განსაკუთრებით ბოლო წლებში იმდენად გაიზარდა რომ ძალიან ძვირია და ამ შემთხვევაში შეიძლება სწორი იყოს მანკიერი, თუმცა მე მაგათად არ ვიქნებოდი წინააღმდეგი რომ ეს თანხა სწორად იხარჯებოდეს და თუნდაც სუბსიდია ერქვას არა თველში, არამედ სხვა როგორ იხარჯებოდეს სწორად? სწორად თქვა დარგის განვითარებაზე. მე პირადად ჩემი მოსაზრება შემიძლია გითხრათ რომ მე არა ვარ სუბსიდირების წინააღმდეგი, თუ ეს სუბსიდირება დაეხმარება დარგს გაჯანსაღებაში, გაძლიერებაში, გაზრდაში და ასე შემდეგ. მე პირადად ვთვლი რომ როგორც აქამდე მოვედით, ის სისტემა როგორცაც ჩვენ ვიყენებდით, პირიქით დარგს ასუსტებს დამოკიდებულს ხდის სახელმწიფო დახმარებაზე და არანაირი ხარისხის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი ადრე ვთქვი რომ მოსავალი თავად პრობლემები ალბათ მე გავშლით, მაგრამ მოსავალი იმდენად ბევრი მოყავთ, იმდენად ხელი გამოდის, რომ რაღაც წყალ-წყალა სიტყვა ვახსენე, რაც ძალიან არის სიამოვნებელს, მაგრამ ზოგადად ხარისხის გაუარესებისკენ თვის დახარჯული თითქმის 100 მილიონი მე მგონი არასწორი არის. ან დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხარჯავთ 100 მილიონს, ხო, მიახლოებით 100 მილიონს სუბსიდირებაში, რომელიც ერთის მხრივ გვაძლევს გაუარესებულ ხარჯებს, ხოლო მეორეს მხრივ მევენახებს ხდის დამოკიდებულს გარკვეულწილად ისინი რაღაცა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებული ამ ნაწილში? ხო, რაღაცნაირად დამოკიდებული გავხსნით კი უბრალოდ შევეჩვიეთ და უკვე ვეწარმოგვიდგენია ამის გარეშე ფაქტობრივად თაობა გაიზარდა, რომელსაც არ უმუშავია ამ დარგში სუბსიდირების გარეშე და ამიტომ ბევრს ვეწარმოგვიდგენია როგორც შეიძლება მოხდეს ეს. არა და სურვილი და რამდენიმე წელიწადში შეიძლება გადავიდეთ. კი დამოკიდებულია დარგი. თუმცა ესე პირდაპირ ვერ იტყოდი რომ მთლიანად დარგია დამოკიდებული, იმიტომ რომ სუბსიდირებაში არის რაღაც სხვადასხვა კომპონენტებია ჩასული, ყველა ვერ ეხება ამ თანხას. როგორც წესი, თქვა დახმარებაში დანამატი, რომელიც წელს იქნება თუ არა ჯერ არ ვიცით, მაგრამ სუბსიდირების მე მგონი ჯობია დავიწყოთ რა სახის სუბსიდირებები არსებობს, აქამდე როგორ გავშალოთ, ხო. სუბსიდირებას ვეძახით იმ დახმარებას, რომელსაც სახელმწიფო გასცემს თველისთვის, ხო. თორე ზოგადად სახელმწიფო იგივე ეხმარება მარკეტინგში ქართული ღვინის და ამ სუბსიდირებას არ ვამბობ, შეიძლება შინაარსობრივად იყოს, მაგრამ ეს დახმარება ჩემი აზრით კარგი არის. იქაც არის შენიშვნები, მაგრამ ზოგადად კარგია რომ ეხმარება. აი თველზე რასაც სუბსიდირებას ვეძახით, აქაც რამდენიმე სახის დაფინანსებაა ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეფექტური ჩემი აზრით რაც არის, ეს არის დანამატი, ესე იყო ხოლმე აქამდე ფასზე დანამატი თუ თქვა ღვინის კომპანია შეისყიდის ყურძენს არაუმეტეს, არანაკლებ რაღაცა თანხისა უმატებს დამატებით რაღაც თანხას სახელმწიფო და აქ ეს არის ერთი დაახლოებით 20 მილიონი დაახლოებით ამ მიმართულებით გადიოდა აქამდე წინა წლებში. მე არის სახელმწიფო შესყიდვა, სახელმწიფო შეისყიდის ჭარბ ყურძენს, სადაც მიზანი არის რომ ყურძენს თუ ვერ აბარებს გლეხი, რო არ გაჩეხოს ვენახი, რო წავიდეს არალზე, ამიტომ სახელმწიფო იბარებს. კიდე არის სხვა დახმარებები, მაგალითად არის იაფი სესხი. მიწოდების პრობლემას გვაქვს გამოდის ამ ლოგიკით. ამ ლოგიკით ჭარბი უფრო სწორად რომ ვთქვათ, გვაქვს ჭარბი მიწოდება. რო თქვა ჭარბი მიწოდება გვაქვს გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ ეს როგორ არის? რაღაც გარკვეულ ფასად, ხო? ფასი და რაოდენობა არის ყოველთვის ხოლმე. დღეს მიწოდება მეტი გვაქვს ვიდრე მოთხოვნა. თუმცა, ცოტა ეკონომიკურად შეიძლება ეკონომისტებისთვის რთული იყოს გასათმელი, მაგრამ არის ღვინის კომპანიები, რომლებსაც უნდათ კარგი ყურძნის ყიდვა და შეუთანხმდებიან მევენახეს, რომ მე მინდა შენი ყურძენი ვიყიდო, როდესაც კარგად დამწიფდება, დაველოდოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ დროს სახელმწიფო ჩდება ბაზარზე, რომელიც იხდის საკმაოდ კარგ ფასს და ამ მევენახეს ურჩევნია მანამ სანამ იმ კარგ სიმწიფეში მივა, ან მოკლედ
მისაღები იქნება მეღვინისთვის ჩააბაროს სახელმწიფოს. იგივე ფასად და ხშირად უბრალოდ უდეკავი რომ აბა თუ გინდა წაიღე თუ არა ხოლმე აბარებ სახელმწიფო ქარხანაში ესე ამბობენ ხოლმე და ფაქტობრივად არის მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზე არის მოთხოვნა მაგრამ ვერ აწვლის მევენა დარგი დიდი რაოდენობით და მეორე მხრივ გვაქვს ძალიან ბევრი უხარისხო სავიტყოდი მაგრამ უხასიათო ხარისხის ყურძენი რომელიც არავის არ უნდა ხოლმე ან ძალიან იაფად შედარებით დაბალი რანჟირების ხო, უხასიათო ღვინოზე ვამბობთ ხოლმე და იმიტომ. ანუ ისეთი ხარისხის ყურძენი, რომელისგანაც დიდი ღვინო არ დამზადდება. გიორგი, ძალიან საინტერესო დეტალებზე მინდა გადავიდე, თუმცა მანამდე ამოვწუროთ ეს საკითხი და ძალიან საინტერესოა თქვენი ხედვა. როგორ შეიძლება გამოვიდეს აღნიშნული პროცესიდან სახელმწიფო გულისხმობ იმ სუბსიდირების მოცემულობას, რომელიც დამკვიდრებულია ბოლო წლებში და შეიძლება ითქვას, რომ ფესვი საკმაოდ კარგად აქვს გათქმული. ხო, ისა პირველი არის გადაწყვეტილება. ყველაზე რთული არის გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ იმის როდესაც დამოკიდებული ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება პრინციპში. პირველი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი. თქვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონეზე მე დარწმუნებული ვარ ყველა მიცის რომ ეს ცუდია და ყველას უნდა რომ გამოვიდეს, მაგრამ ზოგადად გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და მთავრობა ყოველთვის არ არის დარწმუნებული ამაში. პირველი გადაწყვეტილება, მეორე გეგმის გაკეთება, ალბათ უმტკივნეულოდ რომ გამოვიდეთ 2-3 წლიანი გეგმა უნდა გაკეთდეს. პირველი ალბათ უნდა გაჩერდეს ის დანამატი ფასზე, მით უმეტეს რომელიც მხოლოდ კახეთში და მხოლოდ თეთრყურძენზე გაიცემოდა ხოლმე და მე ეჭვი მაქვს რომ წელს ეს გაჩერდება. არ ჩანს ჯერ განკარგულებაში, მაგრამ საბოლოოდ არავის არ უთქვამს ეს ჩერდება თუ არა. ეს თუ ჩერდება უკვე ძალიან კარგია, პირველი ნაბიჯი გადადგმული. ანუ ეს დანამატი ფასზე, რაც საერთოდ ეფექტი არ აქვს, იმიტომ რომ არ ზრდის იმას, რა ქვია, მოთხოვნას ღვინის კომპანიების მხრიდან. მხოლოდ ის არის ფასი შეღავათი და ეს დანამატი საიდან მოდის, როგორი ითვლება, როგორი ანგარიშება. წინა წლებში ესე გაკეთა, რომ ფასი რო შეენარჩუნებინათ, ესე დაახლოებით 10-15 წლის წინანდელი მიდგომა არის, რომ თუ მაგალითად უნდათ 81 ყოფილიყო და ეუბნებოდნენ ღვინის კომპანიებს, რომელსაც თქვა გასაყიდი ფასი უფრო დაბალი ქონდათ 81 მაშინ წინა წლებში მაღალი ფასი იყო და რაღაც გარკვეულ თანხას უსუბსიდირებდა სახელმწიფო, რომ ძალიან არ დაწოლოდა ღვინის კომპანიებს. თუმცა იმდენი ხანი გავიდა, რომ ამან ეფექტურობა დაკარგა და უბრალოდ დაიკარგა. ეს ფასი იყო მინიმალური ფასის შენარჩუნების მიზნით იყო, რომ სანამ დაიწყებოდა სახელმწიფო შესყიდვები. თუმცა მას შემდეგ რაც დაიწყო სახელმწიფო შესყიდვა, ამან აზრი დაკარგა და ეფექტურობაც დაკარგა. ხვდებით ხო, ცოტა ჩქარაყვები. გასაგებია. კი ბატონო, გიორგი, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებიდან და ინფორმაციიდან ვიგებთ, მიმდინარე წელს რთველი ჩატარდება განსხვავებული წესებით. აქ ერთ-ერთი არის ხარისხობრივ მიმართულებით, სუბსიდია განაწილდება ხარისხობრივ მიმართულებით. რას გულისხმობს კონკრეტულად? ეს არის ცოტა მეორე კომპონენტი. პირველი ხო იყო ფასზე დანამატი, რომელიც ალბათ გაჩერდება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს და რატო იყო წინა წლებში ეგეც არ მესმის. სახელმწიფო შესყიდვა, როგორ ხდება? სახელმწიფო შესყიდვა უნდა მოხდეს რაღაც მინიმალურ ფასად. ამის ორი მიზანი აქვს. ერთი, რომ მინიმალური ფასი დაფიქსირდეს, რომ თქვათ მე ვენახებ ძალიან არ გაუიაფთეთ ყურძენი საბაზრო ფასებზე, შეიძლება თქვათ რაღაცა ქვემოთ დაწიონ შემსყიდველება. ეს მიზანი ქონდა და მეორე არ დარჩეს გადაუმუშავებელი ყურძენი. უბრალოდ თავად კითხვა რა არის, რა ფასად უნდა ჩაიბაროს სახელმწიფო. წინა წლებში იბარებდა იმ ფასად, რომელიც იყო საბაზრო ფასზე ცოტა უფრო მაღალი, რომ ხელოვნურად გაეზარდათ ყურძნის ფასი, რაც მე ვენახებს პრინციპში აწყობდათ, მაგრამ როგორც ეხლა ვთქვი, ანუ ის ვისაც კარგი ყურძნის შესყიდვა უნდა, ის საერთოდ შეეშვა თავის ვენახებზე დარჩენ ხარისხიან ყურძენზე. ასე რომ ეს მთავარი აქ რაც არის ფასი, რა ფასი უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ და ეს არის ყველაზე მტკივნეული. ჩვენ ყველას გვინდა, სხვადასხვა ეს არ არის მე ვენახეების ისა, მხოლოდ ზოგადად ჩვენს მაყურებელსაც უნდა რომ სახელმწიფო გადაიხადოს მაღალი ფასი და მე ვენახეს კონდეს მაღალი შემოსავალი. მაგრამ შესაბამისად ღებულობთ უფრო მაღალი ფასის ღვინოს, რომელსაც ჩვენ ვეღარ ვყიდულობთ და ჩვენ ვჭუბობთ და ატუა ღვინო ესეთი ძვირი. თუ ღვინოს არ ვსვამთ, მაშინ კი ბატონო შეიძლება გავწიოთ და უცხოელებს ვუძვიროთ, მაგრამ მოკეთ არაჯამთელი მიდგომა არის შენარჩუნება მაღალი ფასის ხელოვნება. კი ბატონო, საინტერესო გარემოებას შეეხება, გიორგი და სწორედ ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხო. რეალურად ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, გვაქვს გარკვეულწილად ჭარბი მიწოდება ბაზარზე, თუმცა ეს მიწოდება უნდა კალკულირება მისი ხდებოდეს შემდგომში ექსპორტში ღვინის სახით. ასე ვერ ხდება და ბაზარზე გვაქვს ის მოცემულობა, რა მოცემულობაც გვაქვს, შემდეგ სახელმწიფოს ჩარევა და ასე შემდეგ. რატომ ვერ ვახერხებთ ამ ჭარბი მიწოდების დაბალანსებას შემდგომში უკვე მისი ღვინოში, ჩამოსხმულ ღვინოში გადაყვანით და ექსპორტში კალკულაციით. რატომ ვერ ვაბალანსებთ ამას?
ზოგადად მარტივისად მათემატიკა ყურძნის ფასი მოიმატებს, ღვინის ფასი მოიმატებს. ღვინის ფასი მოიმატებს, მან კიდე მეორე პრობლემა არის. ღვინის ფასი, ჩვენი ქართული ღვინის ფასი საშუალოზე უფრო მაღალი არის ბაზარზე. საშუალოზე მაღალი ფასი კარგი არის თუ გაქვს გამორჩეული ხარისხის ღვინოები და ამ სეგმენტზე თუ ვიმუშავებთ, პრინციპში ეს მაღალი ფასი შენარჩუნებადია, მაგრამ ჩვენ მაინც იაფასიან ბაზრებზე უფრო მეტს ვყიდით ბოლო წლებში და იაფიან ღვინოს უფრო მეტს ვყიდით და ახლა მაგის დათვლა როგორც წესი ნაკლებად ხდება ხოლმე. მე ვთვლი რომ ეს პოლიტიზირებულია და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი, ხალხს ჩვენ გვინდა რომ თველი რაღაც ტელევიზორში ჩანდეს როგორც მეებში რა ქვია 70-იანი წლების წიგნებში ხატია ხოლმე და პრაქტიკაში თველი ჩვეულებრივი პროცესი არის ეს ყურძნის კრეფა და ჩაბარება რომელიც კარგი ღვინო გავაკეთოთ. და ეს დავამატებდი. ზოგადად ეს მიდგომა ყურძნის ჩასაბარებელი ფასი რა ფასი უნდა ღირდეს უმახსენდება დაახლოებით 15-20 წლის წინ სხვა ქვეყნებში დავდიოდით ხოლმე კითხვებს ვსვამდით რა ღირს თქვენთან ყურძენი და ყველა იბნეოდა რომ ყურძენი რა ღირს ის ვიღაცამ გაყიდა და ესე პასუხობდნენ ხოლმე. ყურძნის ჩაბარება ეს ტერმინი ჩაბარება არის პოსტსაბჭოთა გადმონაშთი რომელიც ადრე თუ ქვიან გაქრება. ჩასაბარებელი ბჭყალებში ანუ ყურძენს რო ყიდის მე ვენახე ეს იქნება მხოლოდ ის ყურძენი რაც იმაზე მეტი აწარმოა ვიდრე თვითონ ღვინოს რო ყიდის და მე ექსპორტზე რო გაქვს ან იმ კოოპერატივისა და ქვია ან ძალიან იაფასიანი ყურძენი ვიღაცა ვინც მუშაობს რომ იაფასიანი ყურძენი გააკეთოს და გაყიდოს. კარგი ღვინო მზადდება იმ ვენახისგან რომელსაც ან ფლობს ან ხანგრძლივი ხელშეკრულება აქვს დადებული ღვინის მარანს. კი ბატონო გიორგი რადგან ექსპორტზე ვსაუბრობთ ჩვენ სულ ახლა ვნახეთ ღვინის ექსპორტის დინამიკა, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება. პრინციპში ეს მნიშვნელოვნად გამოწვეულია რუსეთის ბაზარზე არსებული ცვლილებებით. კი ბატონო. აი ამ ფონზე საინტერესო არის მიმდინარე სეზონზე რას ველოდებით, იგივე დაწყებული ყურძნის ფასიდან როგორ გადაცემას მოახდენს ეს კლების შემცირება, იგივე მიწოდების სიჭარბით გაგრძელებული. როგორია მოლოდინები ამ ნაწილში? მოგონა იცით ცვლილება როგორი რაფასები იქნება როგორ ჩატარდება თველი დამოკიდებულია იმაზე როგორ გადაწყვეტს მთავრობა რომ წელს რაფასი უნდა იყოს და ასე შემდეგ. ასე რომ და ის კლება და მატება რაც ბაზარზე არის ხოლმე არ მოქმედებს ყურძნის იმას ნაკლებად მოქმედებს იმიტომ რომ მან სხვა ძალიან ბევრი პატარა დეტალია რომელიც პირდაპირ არ გადმოდის ეს რა ქვია საბაზრო ტენდენციები თველზე. მე ვთვლი რომ თველი იქნება ისეთი როგორც ჩასშანი იყო მე არ ამგონია ფასებმა მოიკლოს ჩემი აზრით ცოტა შეიძლება მოიმატოს კიდეც ან იგივეს შეინარჩუნებენ ფასებს რაც ჩასშანი იყო და ცოტა უფრო მძიმე თველი იქნება იმიტომ რომ პოლიტიკური მდგომარეობა არის ისა რა ქვია უფრო დამძიმებული და სამწუხაროდ თველი ცალსახად პოლიტიკური ის რა ქვია რაღაც მოვლენა გახდა ანუ როგორ გაშუქდება იმაზე არის დამოკიდებული. კი ბატონო და ბოლოსკენ შეჯამებისკენ რომ წავიდეთ გარკვეულწილად სანამ არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მანამდე არანაირ გარკვეულ ტექნიკურ მოსამზადებელ სამუშაოებს აი ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად აზრი არ აქვს. რაღაც ტექნიკური ახლა არის განკარგულებაში თუ ნახეთ იქ რაღაც შესყიდვები ხარისხის მიხედვით ფასის გადახდა და ასე შემდეგ. მე მგონია რომ წელს ცდიან სხვადასხვა ფასის გადახდას, მაგრამ არ იმუშავებს, იმიტომ უფრო მეტ პრობლემა შექმნის ეს ვიდრე მანამდე იყო და რა ვიცი მე მგონია რომ მაინც დარგის სპეციალისტები უნდა დაელაპარაკონ მთავრობას და რაღაცნაირად გადაწყვეტილება მიიღონ რომ 25 წელს არაფერი აღარ გამოვა ეს უკვე ეს წასული ამბავია მაგრამ მომავალ წელზე მაინც რომ თუ დაიწყებს ვინმე მუშაობას მომავალ წლებზე მე უკვე ბედნიერი ვიქნები მანამდე წელს არ აი საინტერესო არის კონსულტაციები არ მიმდინარეობს დარგის სპეციალისტებთან იგივე სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით როგორი არის სამინისტროს დამოკიდებულება სავარაუდოდ მიმდინარეობს უბრალოდ ბევრი სპეციალისტი არ აქვს დარგში და ყველას განსხვავებული აზრი აქვს ხოლმე და ბოლოს რაღაცაზე რომ შეთანხმდებიან ხოლმე რა ჩემი გამოცდილებიდან მეც ხომ მიღია მომწილეობა თავის დროზე ამ მეებში მსჯელობებში ბოლოს როგორც წესი მაინც მთავრობა იმ გადაწყვეტილებას იღებს რომელიც არასწორია მაგრამ პიარის კუთხით ან თქო იგივე მედიით გასაშუქებელი კუთხით ურჩევნიათ ხოლმე და მაინც პრობლემა ეს მგონია რომ კარგად გამოჩენის გამო ვაზარალებთ დარგს გასაგებია ძალიან დიდი მადლობა გიორგი მაყურებელს შევახსენებ გიორგი სამანიშვილი ღვინის დარგის მაგისტრი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით რთველი 2025-ის ცვლილებებთან დაკავშირებით სუბსიდირებასთან დაკავშირებით რომლიდანაც უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფო გამოსვლას ვერ ახერხებს თუ არ ახერხებს მეორე საკითხია